ერთი დაღუპული 12 დაშავებული ჭავჭავაძის გამზირზე დილით მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი დააკავეს. დაზარალებულების სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან, განსაკუთრებით მძიმეა ორი მამაკაცის მდგომარეობა. დაღუპული და დაშავებულები სამშენებლო ობიექტზე იყვნენ. დასაქმებულები სასწრაფო დახმარების მანქანის შეჯახების მომენტში ისინი მშენებარე კორპუსის ჯიხურთან იდგნენ. ჭავჭავაძის გამზირის 64 ნომერში მდებარე სამშენებლო ობიექტთან უბედური შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 9 საათზე მოხდა. ობიექტზე შესასვლელ ჯიხურთან შეკრებილ მუშებს სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, ერთი კი ადგილზევე დაიღუპა. სამუშაოზე რომ მივდივართ ხოლმე ცენტრალური კარებიდან რიგრიგობით ბარათს ვატარებთ, ყველა შევდივართ ხოლმე რიგრიგობით და რიგი რო იყო ამ დროს გამოვარდა სასწრაფო დაეჯახა ჩვენ ბიჭებს. თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ დილას სამსახურში მოვიდნენ და შედიოდნენ ცენტრალური შესასვლელიდან, მოხდა დაჯახება სასწრაფოს. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება თბილისის 5 სხვადასხვა კლინიკაში უტარდებათ. დაშავებულების ნაწილი კი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ერთ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია დილითვე ჩაუტარდა, რადგან ფეხის ამპუტაციის საფრთხე არსებობდა, თუმცა ექიმებმა დაშავებულის კიდურის შენარჩუნება შეძლეს. ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში რჩება ბლეკფელის კლინიკაში მოთავსებული პაციენტი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ის მაინც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დაშავებულების მკურნალობის ხარჯები დაფარონ. ნეიროქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა, მოხდა ჰემატომის ანუსის ჩაქცევის ევაკუაცია. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. სულ დაზიანება მიიღო 13 ადამიანმა, ერთი სამწუხაროდ გარდაიცვალა, 12 პაციენტი არის კლინიკებში შეყვანილი. უმეტესობა მათგანის მდგომარეობა სტაბილური არის და გადიან კვლევებს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. თუმცა ადასტურებენ, რომ ზოგადად სასწრაფო ბრიგადებს მუშაობა გადატვირთული გრაფიკით უწევთ. ბოლო დღეების განმავლობაში და კვირების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს უწევს რთული მუშაობა. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით მძღოლსაც ჩაძინებინა. მანქანის ტექნიკური გამომართვება გამორიცხულია, იმიტომ რომ აღნიშნულ ეკიპაჟს ემსახურებოდა ახალი მანქანა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლი საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში იჯდა. სასწრაფოს მძღოლი უკვე დაკავებულია და ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რა გახდა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა.